მოგესალმებით. თუ ფიქრობთ, რომ უკვე ყველაფერი ნანახი გაქვთ, მაშინ ეს ვიდეო ნამდვილად გაგავაცებთ. ამ ეპიზოდში შევკრიბეთ ისეთი მოვლენები, რომელთა ნახვის ალბათობაც ძალიან მცირეა. თუ მზად ხართ ყველაზე წარმოუდგენელი, უიშვიათესი და შთამბეჭდავი ბუნებრივი მოვლენების სანახავად, მაშინ უმჯობესია დავიწყოთ. 2020 წლის თებერვალში შოტლანდიას თავს ძლიერი შტორმი დაატყდა, მაგრამ ამ გემის ეკიპაჟისთვის ის წინაღობა არ ყოფილა. ასეთ რთულ პირობებშიც კი გემის მგზავრები ნაპირამდე უსაფრთხოდ მივიდნენ. – 2025 წლის მარტში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ბანგკოკის ცენტრში მდებარე ცათამრჯენის აუზიდან დიდი რაოდენობით წყალი გადმოიღვარა. ასეთი შემთხვევის შემდეგ ალბათ ტურისტები ბოლო სართულზე ნომრებს დიდი ხანი აღარ აიღებენ. โอ้โหน้ำกระจายเลยโอ้โหดูดิเฮ้ยโอ้โหน้ำกระจายเลยอ่ะคิดว่าหน้ามืดโอ้ตายแล้วแผ่นดินไหวแล้วเนี่ย როდესაც ერთი ადამიანი მალიბუს სანაპიროზე საკუთარ მეგობრებს ელოდებოდა, მთის ფერდობიდან ქვიშა ჩამოიყარა. დამსვენებელმა მობილური ამოიღო და ვიდეოს გადაღება დაიწყო, მაგრამ მას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თუ რა მოხდებოდა რამდენიმე წამში. Holy sugar! Whoa! Holy my God! Holy crap! Oh Jesus! Wow! I knew you could park your car there. That's Those people just pulled out. wow! ამ ბიჭის სიმშვიდე ნამდვილად შთამბეჭდავია. მან ეს ადრენალინით სავსე წუთები ხმის ამოუღებლად გაატარა. როდესაც ჰაერის ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში წყლის ტემპერატურაზე ნაკლებია, აისბერგის ნაწილი, რომელიც წყლის ქვეშაა, უფრო სწრაფად ნება. მცირე დროის შემდეგ ყინულის ზედა ნაწილი მძიმდება და სიმძიმის ძალის შედეგად აისბერგი ბრუნდება. თქვენ ახლა ეკრანებზე ხედავთ ასობით ჭიას, რომლებიც სწრაფად გადაადგილებისთვის ერთ მთლიანობად იქცნენ. ეს კადრები აპოკალიფსის სცენას გავს, მაგრამ რეალურად ასე გამოიყურება ჩვეულებრივი მტვრის ქარიშხალი. ძლიერ ქარს ჰაერში მტვრისა და ქვიშის ნაწილაკები აქვს, რის შემდეგაც ქვიშის ქარიშხალი იქმნება. ჩვეულებრივი ცისარტყელა წყლის წვეთებისგან წარმოიქმნება, ხოლო ასეთ ცისარტყელას ყინულის კრისტალები ქმნიან. ჰავაის ამ კუნძულის სანაპიროზე ოკეანე ნებისმიერ საუნაზე ცხელია. ყველაფრის მიზეზი კი წყალში ჩაღვრილი ლავაა, რომლის ტემპერატურაც 1000 გრადუსს აღწევს.
ამ ვიდეოზე ვერტ ფრენს არავინ უყურებს, რადგანაც ადამიანების ყურადღება ჩამოვარდნილმა მეტეორმა მიიქცია. ალბათ უნდა გვიხაროდეს, რომ ჩვენ კალიების ამ შემოსევას ეკრანებიდან ვუყურებთ და რეალურად ამ მოვლენის ეპიცენტრში მოხვედრა არ მოგვიწია. Actually, a swarm of locusts. Ralph, is everything closed? Babe, go quickly. Let's get through. Oh my word. The road is like I have never seen anything like this in my life. ისლანდიაში მოგზაურობა ყოველთვის შთამბეჭდავია. ამჯერად ტურისტები ვულკანის ამოფრქვევის მომსწრენი გახდნენ. 2008 წელს სამხრეთ აფრიკის სანაპიროზე შტორმმა დიდი რაოდენობით ზღვის ქაფი მიიტანა. ადამიანები გაკვირვებულნი ადევნებდნენ თვალს იმას, თუ როგორ დაფარა სანაპირო უცნაურმა მასამ. ხუანხე აზიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მდინარეა. სწორედ იქ მდებარეობს რეკორდსმენი ჩანჩქერი. თქვენ ახლა მსოფლიოში იმ ყველაზე დიდ ჩანჩქერს ხედავთ, რომლის წყალიც ხანდახან ყვითელ ფერს იღებს. აი რა ხდება მაშინ, როდესაც ბუნებრივი აირი იწვის. თუ გრუნტის ტემპერატურა 0-ს ზემოთაა, ხოლო ჰაერის ტემპერატურა ნაკლებია, ზედაპირზე ნემსისებრი ყინულები წარმოიქმნება. ამ შემთხვევაში ყინულმა ხრეში ზემოთ ამოწია, რის გამოც ასეთი უჩვეულო რელიეფი წარმოიქმნა. How tall those are. ფერმერმა დააფიქსირა მომენტი, როდესაც მცირე ზომის ტორნადომ თივა ჰაერში აიტაცა. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს სცენა შთამბეჭდავად გამოიყურება. That is awesome. ყურადღებით დააკვირდით ამ კადრებს, რადგანაც მსგავსი ღრუბელი უიშვიათესი მოვლენაა. იმ დღეს ჩინეთის მოსახლეობა გაფრთხილების გარეშეც კი მიხვდა, რომ მათკენ ძლიერი ტაიფუნი მიემართებოდა. თქვენ ახლა მცენარეების დამუშავების სპეციალურ მეთოდს ხედავთ. ეს მოწითალო მოყავისფრო ნივთიერება ძირითადად მავნე მწერების წინააღმდეგ და მცენარეების სამკურნალოდ გამოიყენება. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რა სიძლიერით უნდა ამოფრქვეულიყო ვულკანი, რომ მის ფერფლს ათობით კილომეტრით დაშორებულ სოფლამდე ჩაეღწია. ინდოეთში ადამიანებმა ვიდეოზე ის მასიური მეწყერი დააფიქსირეს, რომლის გამოც გზა რამდენიმე დღით ჩაიკეტა. ჰავაის კუნძულები ეს ის ადგილია, სადაც ბუნება შესაძლოა ერთდროულად შემაშინებელი და შთამბეჭდავიც კი იყოს. არიზონაში ავტომობილის მძღოლი საკმაოდ სახიფათო სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგანაც მის წინ მოულოდნელად მტვრის ქარბორბალა წარმოიქმნა. Come on. It's coming toward me. The heck? Oh, snap. It's literally following me. კობის უდაბნო არა მხოლოდ მისი დიდი ზომით, არამედ მომღერალი ქვიშებითაცაა ცნობილი. უდაბნოს ძლიერი ქარი ქვიშას მუდმივად ამოძრავებს, რის გამოც ასეთი უცნაური ხმა წარმოიქმნება.
ოპერატორისა და სხვა თვითმხილველების საბედნიეროდ წყლის ქარბორბალა უმეტესწილად იქამდე ქრება, სანამ ის სანაპირომდე მიაღწევს. Нас разбардили, мамуш. Это за горка. Can't even see the flags anymore. ერახში ქვიშის ქარიშხლები ხშირია და ყოველ ჯერზე ქალაქები ისე გამოიყურებიან, თითქოს ისინი სხვა პლანეტიდან იყვნენ. That is a Texas flag. And that flag is about 100 feet away. წელს ვულკანი კილაუეა ყველა საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა, რადგანაც ის ბოლო 100 წლების განმავლობაში ყველაზე ფართომასშტაბიანი აღმოჩნდა. This is fucking amazing. ყოველი წლის ბოლოს შობის კუნძულზე წარმოუდგენელი რამ ხდება. ასობით მილიონი კიბორჩხალა ოკეანისკენ მიგრირებს. ეს გზა მათთვის დაახლოებით 18 დღე გრძელდება. ფუტკრები ამოცნაურ ტექნიკას მტაცებლების დასაფრთხობად და სხვა ფუტკრებისთვის მოსალოდნელი საფრთხის შესატყობინებლად იყენებენ. რაც უფრო ახლოსაა საფრთხე, მით უფრო ინტენსიური ხდება ეს ტალღებიც. ერთი შეხედვით ეს რაღაცის ბუდეს ჰგავს, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ეს გრძელფეხება ობობების შეკრებაა. ამ ობობების ფეხების სიგრძე მათ ტანს 20 ჯერ აღემატება. ეს უცნაური ხე ვაშინგტონში, ოლიმპიკის ნაციონალურ პარკში მდებარეობს. ადგილობრივები მას სიცოცხლის ხეს უწოდებენ, რადგანაც ის ისე ცოცხლობს, რომ მისი ფესვები მიწაში არ ჩადის. ბიოლოგიის კანონების მიხედვით, ხე დიდი ხნის წინ უნდა გამხმარიყო, მაგრამ ამის ნაცვლად ის სირთულეების გადალახვის ცოცხალ სიმბოლოს გამოსახავს.